მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და გამომწერებო. ეხლა ძალიან ღამეა, დაახლოებით 8 საათია, დაახლოებით 8 საათია. ახლა ხან დავბრუნდი სამსახურიდან. იმიტომ რომ 7-ზე გამოვედი, 10-ზე დავიწყე, რაც გვიანია და შესაბამისად გვიან გამოვედი. სანამ სახლში მოვედი, ფეხით წამოვედი. კარგი ამინდი იყო ძალიან და გამოვისეირნე, სანამ ძალიან დაცხავთ, ვცდილობ რომ ბევრი ვიარო ფეხით, ხანდახან დილითაც კი ფეხით მივდივარ ხოლმე სამსახურში. საერთოდ ეგრე მირჩევია რომ ფეხით დილით წავიდე და საღამოს უკვე დავბრუნდე ტრანსპორტით. დღეს პირიქით გამოვიდა, წავედი ავტობუსით და დავბრუნდი ფეხით. მაგრამ ერთი პრობლემა ის არის, რომ შემომაღამდა. მოვედი სახლში, ეხა სადილი არ მაქვს. 8 საათია. სადილი არ მაქვს და მე ვლოგს ვწერ. სხვანაირად არ გამომივიდოდა, თმა შევიკრავ, თორე არ მიყვარს გაშლილი თმა. იმიტომ რომ მომივიდა ამანათი, რომელიც ეხლავე უნდა გავხსნა და დავახარისხო, თორე გამიფუჭდება მაცივარში თუ არ შევინახე. სადილის გამზადებას ვლოგის გადაღება ვარჩიე. სადილზე რაღაცას მოვა, სადილი რა ვახშამია, ფაქტობრივად 9 საათზე. რავი, რა უნდა ჭამო ადამიანმა. მე და ჩემი მეუღლე ზოგადად არ ვსადილობთ. მე ვჭამ საუზმეს აუცილებლად, ჩემი მეუღლე არ ჭამს საუზმეს. ხანდახან იშვიათად აი ეს გრანოლა მოწონს, ძალიან უგლუტენო, რაც წინა ვიდეოში გაჩვენეთ და იმას თუ შეჭამს ხოლმე. ლანჩი, სადღაც ესე 2-სკენ, პირველიდან 3-მდე და შემდეგ 9 საათზე დაახლოებით ვახშობთ ხოლმე, რაც ძალიან გვიანია, მაგრამ აი რაღაცნაირად ესე მიეჩვია ჩვენი ორგანიზმები, რომ ამ დროს ვჭამთ. შესაბამისად ვჭამთ ძალიან სუბუქად. ანუ ძალიანაც ჯერჯერობით არ გადავწდი დათქმული ვახშმის დროს, მაგრამ არ ვიცი რას ვიზამ. აი რაღაცას მოვიფიქრებ, მაქსიმუმ მე კვერცხს შევწვალ და ეგ არის. გავაკეთო. აქამდე რო სახლში ვიყავი, კი ვაკეთებდი ნაირ-ნაირებს, მაგრამ ეხლა უკვე ცოტა შემეცვალა გრაფიკი და შესაბამისად რაღაცნაირად ვერ ჩავჯექი ჯერ კალაპოჩი, აი ვერ დავარეგულირე რა დღეს რა გავაკეთო. სავარაუდოდ მომიწევს, რომ დილით ადრე წავიდე ხოლმე სამსახურში, 8 საათზე დავიწყო სმენა, იმიტომ რომ სხვანაირად აი როცა სადილი მოსამზადებელი მექნება მაშინ წავალ ხოლმე დილის 8 საათზე, რომ სახლში დროულად მოვიდე და გავამზადო რაღაცა სადილ ვახშამი. ხო, ესე ჯობია. დავიწყეთ. აი დღეს ესეთი ამანათი მივიღე. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის გამოვწერე კარმელადან და დავიწყოთ. პირველი ნივთი. ნუში, დიდი ხანია, არ შემიკვეთია ნუში და გიждები კარმელოს ნუშიზე ყველაზე გემრიელია. და თხილი. გორში მაქვს თხილის როგორი მაგარი ხეიცით. რა გემრიელია. წლები არ მიჭამია მე მგონი. გემრიელია. ეს არის 200 გრამი და ეს 250 გრამია. ნუში 250 გრამია, თხილი 200. ჩვენი არის. გამოვწერე სუნელები, პერეგის, ტკბილი პაპრიკა და ცხარე პაპრიკა. პერეგის შესაძლოა ჩემი ყველაზე საყვარელი სუნელების ბრენდია. ქართულის გარდა უგლუტენო პოლენტა. ძალიან მიყვარს პოლენტა. ღომის გემოზე ვჭამ ხოლმე. ძალიან სწრაფად მზადდება. დღეს პოლენტას გავაკეთებ. პარმეზანთან ერთად ვაკეთებ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ძალიან გემრიელი გამოდის. ეხლა ვფიქრობდი რომ გამეკეთებინა, მაგრამ ყველი არ შემიკვეთია, ასე რომ დავჭი ხახამშრალი. ყველი მჭირდება. მე მგონი ჯობია მაღაზიაში ჩავიდე, რას მოვასწრებ, რაფერს მოვასწრებ. გლუტენო პასტა. ამ ბოლო დროს პასტა მაინც და მაინც აღარ მომწონს და აღარ მიყვარს და ადრე რომ ვკვეთავდი ხოლმე 2 და 3 შეფუთვას, ეხლა მხოლოდ 1 გამოვიწერე, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მისწორდება. წამის უგლუტენო ფქვილი.
რომელიც არის ყველაფრისთვის, ყველანაირი ცხოვლისთვის. განსაკუთრებით ამით კეთდება უგემრიელესი pancake-ები. ვაუ, აი არაფრით ჩამოვარდება გლუტენია pancake-ებს, ის რეცეპტი რაც მე მაქვს, ძალიან მარტივია და ძალიან გემრიელი გამოდის. უკვე 3-ჯერ გავაკეთე და ძალიან მიხარია, რომ საერთოდ pancake-ების რეცეპტი ეს რაღაცა უფრო pancake-ების და ოლადების მიქსი, რაღაცა ეგეთია შუალედური და ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა კარგი რეცეპტი უგლუტენოსი ვიპოვე. უკაცრავად. რას ვამბობდი, რომ პასტა არ მიყვარს, მეთქი არ მისწორდება და ერთი შევუკვეთე, თურმე ორი შემიკვეთია. აი, გუში შევუკვეთე და ესე მალე როგორ დამავიწყდა, ვერ ვიგებ. აი, ორი, აი, სპაგეტია. ხახვები. მე ვითხოვ ხოლმე ცელოფნების გარეშე და ამიტომ არ გავიკვირდეთ ესე სათითაოდ რატო არის, მაგიტო რომ არ მიყვარს ცელოფნები ზოგადად. ისედაც ბევრია, ბევრი ცელოფანია ყუთშიც უკვე და როგორც თუ სადმე შემიძლია რომ ცელოფანი დავზოგო, ვზოგავ. ხო, ეს ხახვებიც გამოვიწერე. აქ დავტოვებ სოკო, იმიტომ რომ რიზოტოს გაკეთება მინდა და ძალიან ეხავს რომ ყველი დამავიწყდა. წიწიბურა ჩემთვის შეუცვლელი გარნირი, მართლა ყველაზე გემრიელია ამ ქვეყანაზე. ყველანაირ პასტას და რაღაცებს მირჩევნია, აი ეს ბრინჯსაც, აბსოლუტურად ყველაფერს. ჩემი ქრუსთვის გამოვწერე ხელსათმანები, იმიტომ რომ ჩემთვის უკვე მაქვს, მაგრამ ჩემი ქრუსთვისაც გამოვწერე, იმიტომ რომ რაღაცეებში სჭირდება სახლში, ხელსაქმეში. ტუნა გამოვიწერე, არ მიყვარს ამ ბრენდის ტუნა, მაგრამ ხან ამ მაღაზიდან ვიწერდი, მეთქი კაი ჯანდაბას გამოვწერთქო. ეს არის წყალში. ტუნა წყალში. თევზი, რომელსაც ყოველ გამოწერაზე, ყოველ შეკვეთაზე ვიწერ. აი ესე მოდის ლამაზად შეფუთული. სულ მომწყება ამის სახელი, მაგრამ ხო, 4 ცალი გამოწერე, მეტი არ არის საჭირო. დაგვრჩა დიდი ჩანთა. შნიცელი 1 კილო. ფარში 2 კილო. საერთოდ არ მქონდა ხორცეული საყინულეში და მიფიქრე რომ არ აქვს შევავსებდი და ესეც ხბოს ხორცი 1,5 კილო. ხორცები მოვიმარაგე. ხო, არა, ყველი აშკარად დამავიწყდა. მაგრად ეხავს. კიდევ ერთი ყინული. და ესეთი ჩანთებით გამევსო სახლი, აღარ ვიცი საწავიღო. თერმოჩანთებით. ეხავს. და შეიძლებაოდეს რომ დაბრუნება შეგეძლოს, ახლა რომ მოვიდა კურიერი, დავბრუნებდი და მე კიდე სხვა შეკვეთისთვის გამოიყენებდნენ. ახლა ვაგროვებ და ვაგროვებ. ხო, ხილი არ შემიკვეთია და ბოსტნეული მაინც და მაინც აქედან, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩვენს დაბლა რომ ხილბოსტნეულია, იქ შესვლა და იქ ყიდვა ყველაფრის, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი არის ყოველთვის ყველაფერი. ძალიან გავბრაზდი ახლა რომ ყველი დამავიწყდა, მაგრამ იქნებ მაღაზიაში ჩავირბინო. წავალ მაღაზიაში, ვიყიდი რა ქვია მაგ ყველს პარმაჟანს და გავაკეთებ ხორცს, გავაკეთებ თევზს უცბად ახლა და პოლენტას. ჩემი ახალი მაისური როგორ მოგწონთ? ხო, წინა ვიდეოში გაჩვენეთ. ხო, კიდე ამ კვირაში ველოდები. ყველაფერს რაც გამოვწერე, აი ამ კვირაში აუცილებლად უნდა მოვიდეს და მე ყველაფერი რომ მოვა, იმედია ერთად მოვა. გაჩვენებთ. სანამ მაღაზიაში გავიქცები, აი ხალხად გამახსენდა რეკლამაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს.
და არ ვიცი რა ვქნა დავთანხმდე თუ არა. ანუ დავთანხმდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, გეტყვით ახლა მოგიყვებით, რაღაცა ქართულად უნდა გავაჟღერო რაღაცა ინფორმაცია რა ქართველებისთვის, აქ ისრაელში მყოფი ქართველებისთვის ძალიან საჭირო ინფორმაცია. და იმის გამო რომ ქართულად ვსაუბრობ, დამეკავშირდნენ მე. თუ ვინმეს დავეხმარები, მაგრამ ვინმეს რა თუ უბრალოდ ვინმეს კი არა თუ ქართველებს დავეხმარები ინფორმაციის სწორად გაგებაში, ასე ვთქვათ, წესით უნდა გავაკეთო, ხო, წესით უნდა დავთანხმდე, ხო? არ ვიცი, იქნებ გადაიფიქრონ თვითონაც. წესით იქით კვირაში უნდა მოხდეს გადაღება. თქვენ რას მივიჩვენთ, მივიღო მონაწილეობა ქართულ რეკლამაში ისრაელში თუ არა? ვერ გადამიწყვეტია. წავიდი გავიქეცი მაღაზიაში, დავრჩებით მშივრები, მე და ჩემი ქმარი და საჭმლის გამოძახება მაინც და მაინც არ მიყვარს. მიჩვენია რომ სახლში გაკეთებული საჭმელი ვჭამო, მიუხედავად იმისა, რომ კი ხანდახან ვიძახებთ ხოლმე რაღაცებს, მაგალითად ბურგერს, მაგრამ ისე აი სულ ვცდილობ, რომ სახლში გაკეთებული საჭმელი ვჭამოთ. ხო და ეხლა თუ არის წავედი და გავიქეცი მე მაღაზიაში ვერაფერსაც ვერ შევჭამთ. მოგესალმებით 2 დღის შემდეგ. ძალიან დატვირთული კვირა მქონდა, სამსახურის მხრივ და სამწუხაროდ თითქმის ვერაფერი ვერ გადავიღე. Ძალიან მოვდიოდი სახლში და მოვდივარ სამსახურიდან, იმიტომ რომ 9-ზე ვიწყებ და 6-ზე გამოვდივარ და სანამ სახლში მოვდივარ 7-ია და სანამ რაღაცა და უკვე 8 საათი და ეხა გუშინაც რომ მოვედი 8:30-ზე მოვედი. მიუხედავად იმისა, რომ 7-20 წუთზე გამოვედი, მანამდე მაღაზიაში შევირბინე, პროდუქტები ვიყიდე, იმიტომ რომ სადილი მქონდა გასაკეთებელი და 8:30-დან რომ მოვედი 10 საათამდე საჭმელს ვაკეთებდი, იმიტომ რომ საჭმელებს, იმიტომ რომ მინდოდა რომ მე პარასკევი და შაბათი დამესვენა და საჭმელები არ მეკეთებინა, იმიტომ რომ რაღაცა არანორმალურად ვიღლები. გუშინ გეგმავდი რომ რაღაცა ვლოგი გადამეღო, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მოვასწარ, იმიტომ რომ 10 საათის მერე რო დავჯექი, ვეღარ დავდექი. მასობაში ისრაელში ისე დაცხა რომ ვეღარ სუნთქავთ. დღეს ცოტა კიდე არ აუშავს ის სუნთქება, მაგრამ გუშინ წინ ძალიან მაგარი სიცხე იყო. და ალბათ ესეც ამანაც გავლენა მოახდინა ჩვენს დაღლილობაზე. მე მგონი ყველა დაღლილი იყო, ისე ცხელოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ოფისში ვიყავი. ცხვირიც არ გამიყვია. ეგეც არ არის მცლად ესწონი, იმიტომ რომ ეხლა 9 საათი ფაქტობრივად სკამზე ვიჯექი და ბოლოს რო ავდექი ვეღარ დავდიოდი, მე მგონი. ამიტომ შემდეგ ეხლა მომავალ კვირაში აუცილებლად გავითვალისწინებ და გარეთ გავალ ხოლმე, რომ 1-10 წუთი მაინც ფეხით გავიარო, თორე მარცლა ვეღარ დავდიოდი, რო ავდექი რამის წავიქეცი. დამავიწყდა სიარული. მაგრამ დაგიბრუნდით ამანათებით, რომელიც მე უკვე გავხსენი და ვნახე. არ მიხმარია ჯერ, მაგრამ უკვე გავხსენი, არ ვიცი საერთოდ ხალხი როგორ ითმენს ხოლმე, იმიტომ რომ მე როგორც კი რაღაცა ამანათს მიიღებ, მაშინ ვხსნი, მე ვარ ძალიან მოუთმენელი ადამიანი, ასე ვთქვათ. ყუთების გადაგდებაც მიყვარს ეგრევე, მაშინვე გზაშივე ვხსნი და ყუთებს ვყრინ, რო იცოდეთ. პირველი ეს არის Revolve-დან გამოვიწერე 2 ნიფთი, ეს არის მეღირსა და მეშველა და გამოვიწერე კონსილერი, კოსასი. ხოშორის ეს კონსილერი ადრე უფრო მოდაში იყო ხოლმე, მაგრამ კარგი რაღაცები გამიგია. ადრე უფრო ტრენდული იყო ხოლმე და ძალიან ბევრი კაი რაღაცა გამიგია. აი ესე გამოიყურება, მაგრამ მე მგონი რომ ჩემი ფერი არ არის. ცოტა ჩემთვის მე მგონი ცოტა ყვითელია. არ ვიცი, ვნახავ, კი, არა. კონსილერს რო ადამიანი ონლაინ შეიძენ, მეტის ღირსი ვარ, ზოგადად მეტის ღირსი ვარ. და მეორე ნიფთი, რაც გამოვიწერე Revolve-დან, ეს არის ფუნჯი Sigma-ი, Sigma-ს F53 ნომერი. Sigma-ს ფუნჯები ზოგადად განთქმულია თავისი საოცარი ხარისხით და ფუნჯების სულ შესაძლებელი მაქვს, ამიტომ ჯერ ერთი გამოვიწერე. ხოთ როგორ გამომადგება, თუ მომეწონა, კიდევ შევიძენ, იმიტომ რომ ბევრი სხვა ფუნჯები აქვთ.
ვაუ, რა რბილია. ძალიან რბილია. ამას დავტესტავ კვირას. აი, ისე დავაბრუნებ ყუთში. გადავიდეთ H&M-ის ამანატზე. მინდოდა ხა H&M-ის სათვალე რომ გამოვიწერე, მაგრამ კარგი, მე მგონი არც მიხდება რა სიტყვით. მოხსნა ეს. სულ ყოველთვის მეჩხურებიან იმაზე, რომ თმა ესე მაქვს შეკრული და არ ვიშლი ხოლმე, მაგრამ არ მიყვარს გაშლილი თმა, ანუ თუ სალონში დავარცხნილ დატკეპილი არ მაქვს, აი Dyson-იც მაქვს, მაგრამ Dyson-ით აი რაღაც მე და Dyson-ი ვერ დავმეგობრდით და ვერ მეგობრობთ მიუხედავად იმისა, რომ მგონი 3 წელია, 2 წელია მაქვს აღარც მახსოვს, მაგრამ რა ვქნა, ძალიან მიყვარს აწეული შეკრული თმა მithumetes ამ სიცხეში. მე მგონი ცოტა გავცივდი, იმიტომ რომ ყელი მტკივა ძალიან მე ვერ ხედავ ამ პატარა ეკრანში, მე სარკეში ჩავიხედები და ვნახოთ როგორი გამოვიდა. შემდეგი ნიფთი არის აი ესეთი შარვალი, ტილოსი, რომელიც ძალიან დიდი ჩანს ეხა კამერაში, მაგრამ ემიზომაა და ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ მირჩევნია რომ დიდი მქონდეს და თავისუფლად ვიდრე აი ზუსტად რომ მაქვს ხოლმე შარვალები არ მიყვარს, ანუ ცოტა თავისუფლად რო გრძნობ თავს, ძალიან მომწონს. ფერი არ ვიცი ხედავთ თუ არა, მაგრამ ეს არის რაღაც აი კრემის ფერიც არ არის რა, რაღაცა ჭურჭყიანი კრემის ფერია, ხო, ჯიბეები აქვს და რეზინი და გრძელია ძალიან მოსაჭრელია. იგივენაირი შარვალი ოღონდ თეთრი, მაგრამ სამწუხაროდ შუქი გასდის საოცრად, ამიტომ ამას მხოლოდ გრძელ პერანგებზე თუ ჩავიცვამ. ეს ამანათი გამოვიწერე საბერძნეთიდან. H&M-ის, ბერძნული H&M-დან და აი ეს შარვალი 20 евро ღირდა. წარმოიდგინეთ. ძალიან იაფია, ნუ ისრაელისთვის. გამოვიწერე ასევე ეს ულამაზესი ცისფერი მაისური შეხედათ. ისეთი ლამაზია, აი ხა რომ ვუყურებ არ ჩანს, ძალიან ხასხასა ჩანს კამერაში, მაგრამ საერთოდ არ არის ესეთი ხასხასა, ძალიან დამჯდარი ლურჯი ფერია და აი აქვს ესეთი მზე დეტალი, ისიც რა ლამაზია. რო ჩავიცვი, მოვისინჯე, კიდევ უფრო ლამაზია, ვიდრე აი ესე. ამაში მივეცი არ წერია ფარს. არ მახსოვს. შორტები, ასევე ტილოსი, რომელიც ძალიან დიდი ჩანს, ასევე მეც რო დავინახე გული გამის და მეთქი ეს რა არის, large-ია, extra large. მაგრამ სინამდვილეში არის ესეც ემიზომა. ესიც რო გამომეწერა, კარგად მექნებოდა. მაგრამ ჩაიცმევა ემიც. ამაში მივეცი. აი არც ამას. ამაშიც ალბათ ეგრე რაღაცას მივცემდი, აღარ მახსოვს 20 евро. ჯიბე აქვს თავისი, რა თქმა უნდა. ისრაელში შორტები აუცილებელია ხალხო, იმიტომ რომ ძალიან ცხელა. იგივე მოდელია, უბრალოდ სხვა ფერი, აი ეს რაღაცა ჭურჭყიანი. ჭურჭყიანი კრემის ფერი. ხო, ამაში ანუ 18 евро მიმიცია ამ შორტებში. ესეც მედიუმია და ამასაც ანუ სმოლი რო გამომეწერა პატარა, კარგად მექნებოდა, მაგრამ ესეც როგორც ეს ჩაიცმევა. ჩაწმული ისეთი დიდი არ ჩანს, როგორც აი ახლა ისე ჩამოცხა სახლში, გავიგუდე. ამ ჯინსი მაცვია და იმედია ძალიან არ დამცხება. მე და ჩემი მეუღლე გავდივართ, რომ ჩვენ საერთო მეგობარს შევხვდეთ, სხვა შორის მივდივართ ქართულ რესტორანში, ქართულ ბისტროში, სადაც ორჯერ უკვე ვიყავი და თქვენც ნანახი აქვს ეს ადგილი, ქვია სალომე, თელ-ავივში. რომელი საათია? 10 წუთში უნდა გავიდე. მე მზად ვარ, ჯინსი მაცვია და იმედი არ გავიგუდები, უნდა ჩავიცვა კეტები და წავიდეთ. სამწუხაროდ აი ესეთი პატარა ვლოგი გამომივიდა ამ კვირაში. მართლა ვერ მოვიცალე, საერთოდ ვერაფრის ჩასაწერად, ვერაფრის გადასაღებად, ვერაფრის მოსაყოლად. ამიტომ დიდი მეც ვიტოვებ, რომ შემდეგ კვირაში აუცილებლად აბანაზღაურებ. ეხლა ჩვენ წავალთ. მე და თქვენ შევხვდებით იქით კვირაში, იქით შაბათს. ჩემს შემდეგ ვლოგში და თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი
არხი. აუცილებლად გაჩვენებთ იქაურობას მათ, ვისაც არ გინახავთ ეს ბისტრო, ასე რომ დამელოდეთ. არ გადართოთ